გამარჯობათ. გაატარეთ ერთი სასიამოვნო დღე ჩვენთან ერთად. ასეთი გამოხმაურება. შაბათს ეს ამბავი მოხდა, კვირას ახშევა, ორ შაბათს შევდივარ სკოლაში. მორბის პატარა ბიჭი გიორგიულს საყვარლესი და მეხუთება. ჩემი ბლოგერი მასწავლებელი და აი ესე მომიჭირა, ლამის ძვლები დამეტრა. გავჩერდი. ეხლა მეორე მორბის. ეხლა მესამე გოგო, ჩემი ლამაზი მასწავლებელი ბლოგერი გახდა. ბავშვები. ეხლა ცოტა დიდი ბიჭებიც. ჯული მას თქვენი ფანი ვარ. გახარებული, გამწყინებ. მეორე როდის იქნება? ამ შეკითხვებით არის. როდის იქნება მეორე? მეორე იქნება ხვალდილით, ზეგდილით და ყოველთვის იქნება მეორე. ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე აწი. სოციალური ქსელების ვარსკვლავი 76 წლის ჯული ბებო, ჯული კუპრაძე ახალ ცხოვრებას იწყებს და დიდ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. დღემდე ცდილობს შეიძინოს ახალი უნარები და გვახსენებს, რომ გვიანი არასდროსაა. სკოლის გარდა, სახში კულინარიით ვარ დაკავებული. მოგზაურობ, ეხლა მივდივართ 30-ში და ბედობის დღეს ჩამოვალთ, იქედან ჩამოვიტან. ნახოთ აბა როგორ მომეწონება. კვიპროსში მივდივართ მეგობრებთან ერთად. რასაც ვინანებთ ალბათ არის ის, რაც გვინდოდა და არ ვცადეთ. განა ის რომ ვერ გავაკეთეთ. მე ბევრი რამე ვერ გავაკეთე. ბევრი გავაკეთე, მაგრამ ბევრი ვერ გავაკეთე. და მე ვცნანობ ალბათ რატომ არ ვცადე. რატომ არ ვცადე. ამიტომ უნდა სცადო აუცილებლად. აუცილებლად უნდა სცადო და გამოგივა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა შვილიშვილის მარი გოგიბერიძის შეთავაზებას დათანხმდა. აღმოჩნდა ონლაინ სივრცეში, სადაც მის ჩანაწერებს უკვე ელიან. ასე შეითავსა 76 წლის ასაკში ახალი, მისთვის სრულიად უცნობი პროფესია. ეს არის პასუხისმგებლობა, რისიც მე მეშინია. აუდიტორიის წინაშე. აქ ჩემი ბავშვებიც არიან, მშობლებიც არიან, იმათი ბებიები და ბაბუებიც არიან. ძალიან მემზადები ამ საქმისათვის, ისე როგორც გაკვეთილის მომზადებისათვის, ისევე ყოველი შემდეგი ნაბიჯისათვის ძალიან სერიოზულად მემზადები და ვფიქრობ, ეს არ იქნება ისე ზერელეთ გაკეთებული და მიგდებულად არა, ისე როგორც მე წყუდები ვაკეთებთ ყველაფერს პასუხისმგებლობით. ძალიან დიდი მონდომებით ასე იქნება ყველაფერი გაკეთებული. 75 წლიდან გრძნობ ცოტა დაუმძიმდი. მხოლოდ ეს შეიცვალა. მეტი არაფერი დამიჯერებესო. რო დღეს ყიბეზე ავდიოდი, ეხლა უფრო დაფიქრდი, რაც ბლოგერობა დავიწყე 3 დღეა. ცოტა ნელა-ნელა ავედი ყიბეზე. მაგრამ ცოტა გავრბოდი. ეთყობა კიდე ეს თვითი დამედო და დამამძიმა ალბათ თორე. სირბილით ავდიოდი. ეგ შეიცვალა მარტო. ყველაფერი ისევ ისე ხდება ჩემ ცხოვრებაში. როგორც მოუყვები ამდენი წელი, ბაზარი, წადილი, შვილი, შვილთან შვილი წანი, სასწაული მთლად. ისევ ისე მოდის ყველაფერი. ცოტა ყიბეზე ვეღარ ავდივარ სწრაფად და შევეცდები, მაგრამ არც გამიქცევი მერე რა. ნელა ავიდე ცოტა. სულაც არ არის აუცილებელი. ავრბოდი ხომ ყიბეზე და ესე მერე მიჭირდა ხომ ეს თქვა და ნამდვილად არაფერი არ შესრულილა კესო ჯერჯერობით. ასაკის მატება არასდროს აშინებდა. სიყვარულით უყურებს ყველა ისტორიას, რომელიც ამ წლებმა აჩუქა. 75 წლის ასაკში კი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თავისი თავი და დაიწყო მოგზაურობა დაოკლარჯეთიდან. ადგილიდან, რომელიც მის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დაოკლარჯეთში წავედი და საქართველოს ისტორიას კარგად არ გვასწავლიდნენ. და რაღაც ჩემით ნასწავლი იმ დონეზე არ მქონდა კიდე და მე როცა იქ ჩავედი და დავდგე ფეხი იმ მიწაზე და ბანადან გადმომხედე მარემარეს და ნახე ოშკი გაჩერდი შევიცვალე მთლიანად ნანახი სულ სხვა და ჩემთან მივეცი პირობა როგორღაც მოვახერხებ კიდე სადმე წავიდე. სულ 64 დღეს ვიტვლი და ერთ-ერთი ეს მივამატე, რომ დუნაიძე ჩემ კოლეგებთან ერთად იმ შამპანურის ჭიქით მივცურავთ და ეს პარლამენტი მოცურავს ოქროს შენობა. როცა მე ამდენი რამე მაქვს გამოვლილი ჭირილყინი, ყველაზე ლამაზად ეხლა ეს მომაჩვენა დუნაიძე როგორ მოყვება იქ საპარლამენტო შენობა ამ ეს ხოდა რადგან ეს ისეთი ლამაზია და რა შეგიძლია შეიგრძნო ეს ყველაფერი თანაც ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის წავალ დიახ და კიდე წავალ
პროფესიით პედაგოგი ჯული კუპრაძე დღეს ახალ თაობას მათემატიკას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში საკუთარ მომავალს ეკონომიკაში წარმოიდგენდა, რაფიელ თავარქილაძის რჩევა მისი გზის მიმართულება შეცვალა და ასე გახდა პედაგოგი. პირველ დღესვე რომ მივედი რა გაკვეთილიც მქონდა ასახსნელი ეს იყო მე-7 კლასი და ხარისხი იყო პირველი გაკვეთილი არასოდეს ის თემაც კი მიყვარს და ის ასაკიც კი მიყვარს იმ ბავშვების იმ დიდი დამსახურება იმ პაწაწუნების ისეთივე ვარ როგორც იმათთან მივედი პირველ დღეს აი 51 წელი ისევ იმ შემართებით ისევ წავიკითხავ ისევ ჩავიხედავ ისევ მიმეცადინებ როგორც აი 51 წლის წინ იყო ამ ენერგიას წინ დახვდა ეს ბლოგერობა თუ პირიქით მოხდა არ ვიცი ალბათ ამ ენერგიამაც გადამაწყვეტინა და მე არ უნდა ვთქვა კიდე მაგრამ ხანდახან ჩემი ტოლებთან მეგობრობა დამღლეს ხოლმე და გამოვეცლები ხოლმე ხან მეზობლები რომ დაიწყებენ ეხ ჯული დავბერდით ერთი ჩქარა გავიდი აქედან მეთქი და წამოვალ ხოლმე უცბად ბავშვობაზე ხშირად ფიქრობს წლებზე რომელიც თბილისში გაატარა მაგრამ მისთვის ეს დრო პირველ რიგში მაინც იმერეთთან და გურიასთან ასოცირდება რა ვიცი, ყველაზე მთავარი მაინც ესე მგონია, სადაც ვარ. ჩემი ხასიათი მშველის. არც ყველაზე ლამაზი კაბა მაქვს, არც ყველაზე ლამაზი, რა ვიცი, შეიძლება ესეთი განათლებაც არ მაქვს, მაგრამ ალბათ ჩემი ბუნება მშველის ყველაზე ძალიან მაგაშიბე, რომ ბედნიერი მოვდივარ ყველასაგან. არავისი არაფერი არ ამშვით, მიყვარს ყველა და ყველაფერი და ეს გაბედნიერებს ძალიან და ის ასაკიც გამეპარა ამასობაში. მოიხედავ უკან გუშინ შემეშალა ლამის რომ 76-ის ხდები მეთქი. არა, 76-ის ვარ უკვე. საუბრის ბოლოს კი გვიმხელს რომ არასდროს უყვარს აუხდენელ ოცნებებზე ფიქრი, ის მიზნებს ისახავს და მათი მიღწევისთვის მუდმივად მუშაობს. რაზე ოცნებობ ეხლა რომ გითხრა მაინდა-მაინც ისეთი სურვილები არა მაქვს რაღაც აკვიატებული. მაგმაყოფილებთ რაც აგვაქვს, მაგრამ ერთის მაგრედმი იმას გამოვცვლი წასვლამდე ახლა მაგას მოვიშორებ ეს ბავშვური ოცნება ჯერჯერობით ახალწოდ მაგას გამოვცვლი მე იქ მივდივარ ესეთი რამე აუხდენელი ოცნებები არა მაქვს არაფერი არა მაქვს წარმოსახვში მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ყველა იყოს ჯანმრთელად კესო მინდა რომ 16-ში ჩვენც მოხვიდე ჩემ დაბადების დღეზე ჯული კუპრაძე დღესაც აგრძელებს სწავლას, მოგზაურობასა და ახალი მასალების შექმნას. მასწავლებლობის პარალელურად აქტიურად ინარჩუნებს კავშირს სოციალურ ქსელთან და საკუთარი მაგალითით გვახსენებს, რომ განვითარება, ცვლილებები და ახალი საქმის დაწყება გვიანი არასდროს არის.